მაგნიცკის სიაში ნაგაზაკმე და მინისტრი, დასანქცირებული პრემიერ-მინისტრი არ ელაპარაკება არავინ ხელს არ ართმევს. ამიტომ ეს რეჟიმი გათანაბრებული ასადის რეჟიმთან, კადაფის რეჟიმთან, ესეთი რეჟიმები მუდმივად ცდილობენ იყვნენ შეტევაზე. შეტევა რას ნიშნავს? ეხლა ნიუსი უნდა იყოს ბევრი. დაიჭირეს, დააკავეს ის სამართლსაქმე აღიძრა სახში შეუვარდნენ, რომ სხვა ადამიანების შეშინდნენ. მათი მთავარი ამოცანა არის, თუ არ ჩერდება პროტესტი, ხო ეხლა რაღაცნაირად როგორ ეხლა ამ ხალხს თავს ვერ შევაყვარებ, მე კარგად მოგცევა, არ უნდა ამ ხელისუფლებას. ამიტომ ცდილობენ რომ რაღაცნაირად დააშინონ. ამიტომ ჩვენ ერთი გზა გვაქვს მარტო. ანუ შეტევას უნდა უპასუხოთ შეტევით. ანუ ჩვენ თუ არ ვართ ასე ვთქვათ, ჭყალებში, თავდასხმაზე, ხო, ისინი მოდიან და მუდმივად თავს ვიცავთ. თავდასხმა ჭყალებში რას ნიშნავს? ეხლა ნახე. გერიების სტრატეგია წამგებიანია ხალხს. ჩვენ უნდა გადავიდეთ შეტევაზე. შეტევა რას ნიშნავს? პორტის გაფიცვა, მაგალითად პორტში უნდა იყოს გაფიცვა, იმიტომ რომ აწუხებთ. რკინიგზაში გაფიცვა, რკინიგზის გაფიცვა უნდა იყოს გაფიცვა. მაგისტრალებთან აქცია, ხო, რომელიც მაგრად აწუხებთ. ამიტომ უნდა იყოს ცხადია ემართლებით აქცია. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გადავიდეთ ესეთი რეჟიმები. ხო, რაღაცნაირად მოფერებით არ თავდება ბიძინა ივანიშვილის მოფერებით ვერ დავამთავრებ და მოკლედ მინდა თქვენს ეთერშიც გავიმეორო ერთი პოლიტიკური განცხადება. მე ზოგადად ვერიდები რაღაც ეთერს ბევრია ხალხს ალაპარაკო. დალეწილ დასახიჩრებულ ადამიანებს უყურებთ ყოველდღურად, ძალიან ძიმია, ხო? და ერთი მინდა ვთქვა რომ დასხდებიან ეთერში რაღაცა მოექსპერტო სახეები და აიო ნაციონალური მოძრაობა გადაკრავენ, გადმოკრავენ. 12 წელია ჩვენ ოპოზიციაში ვართ ამ რუსული რეჟიმის ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, ხო? 2 წელია თუ 3 წელია ვიღაცები ოპოზიციაში გადმოხვედით, გვეკაი ხალხო და რაღაცა ჭკუას არ იგებთ, მე რაღაც ტალახი ეს არ არის სწორი. მზია ამაღლობელზე გეუბნებიან რომ კრიმინალია. ახალგაზრდებზე ამბობენ რომ სახელმწიფოს ატრიალებენ. ამ დროს რაღაცნაირად გაუგებრობები არ არის ეს პოლიტიკური პარტიების შეჯიბრი არ არის ეხლა. ქვეყანა ყავს დასაცავი და ამიტომ გამოდით ამ პოლიტიკური პარტიული კუთვნილებიდან და როგორც საზოგადოების წევრი ისე დადეკით ამ ხალხთან ერთად. საბრძოლია ვიბრძოლოთ. ოღონდ სალაპარაკო იმდენი გვაქვს ჩვენს სხვებზე. ხო, რა ვიცი ხა იგივე რო ავიღოთ თვალების დათხრიდან და გავრილოვის ღამიდან არ გავჩერდებით, ხო? ბევრ სხვაზე კიდე და ამიტომ ტემს დაუწიეთ, ხალხს მივხედოთ, ზია ამაღლობელიდან დაწყებული, აგერ გიგი უგულავა და მანამდე 50 ადამიანი ახალგაზრდები, არა მარტო ახალგაზრდები, მსახიობი, ყველა ციხეშია, არ ვიცი, ხვალ ჩვენს დაგვიჭენენ, ჩვენს მოგვაქვს დიმა ბიძინაშვილი გამოაცხადეს კრიმინალად და ესეთი ხელისუფლებას რომ მის პროპაგანდაზე, ასე ვთქვათ, ნავთს ასხამდა, მე კიდე იმ პარტიაზე ლაპარაკო, რომელიც თავარი მისი მოწინააღმდეგე იყო, მე მგონი რომ და არის, ხო, მე მგონი რომ არ არის სწორი, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობა და ბრაზი მიმართოთ სხვა მიმართულებით. მიმართულება არის ივანიშვილის რეჟიმი.